დეტალურად თუ შეგიძლიათ ისაუბროთ კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღო გახარიამ, რომლის შემდეგაც მის დროს მიღებული გადაწყვეტილებები არ ქვეყნდებოდა, მაგრამ აი არ მინდა რომ დამავიწყდეს ადეიშვილის თემას მინდა დავუბრუნდეს ხოთაშორის მისმა პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ სწორედ ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა, რომ ადეიშვილი ასე თავისუფლად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში, გახარიას პრემიერობის დროს ის ბუნდესტაგში ასე ზარბზეიმით ვერ შედოდა, როგორც ჩანს. გიორგი გახარია მაშინაც იყო გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც ქართული მართლმსაჯულების მიერ არის პასუხისმგებაში მიცემული. ამბობდეს რას ლაპარაკობენ, უკვე აღარ აკვირდებიან, იმიტომ რომ თეორიული ვერსიაც კი ორია აქ. ერთი გახარია იმდენად ძლევამოსილი იყო, რომ ევროპაში ეშინოდათ, რომ ადეიშვილი გადაადგილებულიყო. რა ვიცი, თუ რეალურად მოეჩვენება ვინმე, შეიძლება ასეც იყო. ან მეორე ვარიანტია, რომ გლობალური ომის პარტიის მორიგი აგენტი აგენტს უფრთხილდებოდა თავად გლობალური ომის პარტია, რომ რაღაცა მის იმიჯს ჩრდილი არ მიდგომოდა. მეორე, მესამე თეორიული ვერსია სხვა. ანუ გახარია არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. ეხლა ნაცმოძრაობის რო გადადგები, მეტი რა უნდა იფიქრო. ლოგიკა ეს არის. მე ხა ხელმოწერა მის აგენტურულ საქმეზე არ მინახავს, მაგრამ ნაცმოძრაობისთვის რო გადაგაყენებენ. მე ნაცმოძრაობასთან ერთად კოალიციას რო შეგაქმნებინებენ იმაში საკრებულოებში და მე რო გაძახებინებენ რომ რაღაც რატო გყავთო სააკაშვილი პალატაში და არა ციხეშიო აგენტის გარდა ამას ვერავინ ვერ ისავს ხო ლოგიკა ამაშია ჩემი ლოგიკით ეს არის თუ ლოგიკა არ არის სწორი მაშინ ეს საზოგადოებამ განსაჯოს ნაცმოძრაობის გადადგა ნიკამელიას არ დაჭერის გამო გადადგა კოალიციები ოთხ საკრებულოში პირველი ვერსია მე თქვა რომ რაღაცა უხილავ ხელზე ისაუბრა რომელიც მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელს უშლიდა ხო რა უხილავ ხელი ნაცმოძრაობისთვის გადამდგარია კაცი ქართულ ოცნებას მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა მთავარმა ადამიანმა ქვეყნის პირველმა პირმა უღალატა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის გამო ხო ესე იყო რატომ აი ლოგიკაში არანაირად აიჭდება ადამიანი იყო თქვენი პარტიის მმართველი პარტიის ნომერი პირველი ადამიანი იყო პრემიერ-მინისტრი მის სხვა თანამდებობებს არ ჩამოვთვლი ანუ რა ინტერესი უნდა ქონოდა რომ მიხეილ სააკაშვილის გვერდით დამდგარიყო ვერანაირი ერთადერთი ჩემთვის ეს უკაცრავად უცდები უკაცრავად თუ ჩემი ლოგიკა არასწორია მაგრამ გარდა აი 100%-იანი ბრძანდებით შეფასებაში ადამიანი ხარ ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრი და ნაცმოძრაობის პარტიის თავმჯდომარისთვის გადადექი ერთადერთი ლოგიკა ხარ აგენტი და დაგავალეს მეტი ლოგიკა და მეტი ვერსია თეორიული მითხარით თუ რამეს მოიფიქრეთ თუმცა თქვენ დამასწარით წეღანდა სხვათა შორის ის ითხოვს სწორედ ქართული ოცნებისგან რომ მიხეილ სააკაშვილი დააბრუნოს საავადმყოფოდან ციხეში უფრო რადიკალი უნდა გამოდგეს და იმუშაოს თვითონ ქართული ოცნების რადიკალურ ფრთაზე და ჩამოაწეროს ჩამოაჭრას ქართულ ოცნებას 1-2% მაინც ესეც ნაცმოძრაობის ინტერესში და ის ამბობს და მას აქვს პრეტენზია სწორედ რომ ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს აძლევს პოლიტიკური განცხადებების გამოსაყენებლად. ეგეთ განცხადებებს აკეთებს რატო? რომ ქართულ ოცნებას ხმები მიზანში ჯდება? ჩვენ ხო ვიძახდით რომ თავიდანვე მიზანი იყო. მეორე ტური თბილისში რატო შედგა? რატომ შედგა? იმიტომ შედგა რომ გახარიაზე ჩამოყალიბებული არ იყო ბოლომდე საზოგადოება, აიღო რაღაც პროცენტი და თბილისში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართა გახარიაზე ვეღარ მოხდება ეგ. იმიტომ რომ ეხა გამოერკვა ხალხი და რეიტინგი დაეცა ნულამდე პრაქტიკულად. მაგრამ მაშინ ახალი ამბავი იყო. იმიტომ მიიღო თბილისის არჩევნებში რომ მეორე ტური ყოფილიყო და მეორე ტურში იქნება ნაცმოძრაობას რაღაცა ხო იცოდნენ რომ მეორე ტურში ნაცმოძრაობის გარდა ვერავინ გავიდოდა ქართულ ოცნებასთან ერთად, ხო? მაინც და ხო იცოდა რომ მეორე ტურში თვითონ ვერ გავიდოდა. ვისი თამაშია ქართული ოცნების თუ ნაცმოძრაობის? ანუ ჩვენ ხო ვაზროვნებთ ელემენტარულად არ უნდა ამას დიდი რაღაცა ფილოსოფია და რაღაც სიღრმეებში შესვლა. გახარია მიცოდა თუ არა რომ ის მეორე ტურში ვერ გავიდოდა. პასუხია კი, ხო, უდავო თუ არ იცოდა ასეთი დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობის ეს კაცი არ არის, ხო? ცოტა მაინც აზროვნებს. მეორე ტურში თუ გავიდოდა ქართული ოცნების თამაში თამაშობდა ამით თუ ნაცმოძრაობას, ანუ ქართულ ოცნებას ჩამოაჭრიდა ხმებს თუ ნაცმოძრაობას. ხო იცოდა რომ ქართულ ოცნებას, ანუ ითამაშა ნაცების თამაში. მესამე, პირველი მოღალატია, იმიტომ რომ მოღალატა ქართულ ოცნებას და ნაცმოძრაობისთვის გადადგა და ასეთი ღალატი ჩადენა აგენტის გარდა არავის შეუძლია ჩემი აზრით.
ეხლა რა უნდა მაიძულოს, რაც არ უნდა ჩემი პრინციპების წინააღმდეგ სულ რო გაგიჟდებს მთელი ქართული ოცნება. ნაცების გულის როგორ წავა საიდანღაც, ხო? ხო გამორიცხულია. უბრალოდ შეიძლება ადამიანმა თქვა, რომ ეს ჩემთვის არის მიუღებელი, რაღაც არის. ასე თქვენ ერთ-ერთი ვერსიით ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობის გამო პრეზიდენტმაც ვადაზე ადრე დატოვოს პრეზიდენტობის მანდატი. მასაც გაუზომავე, დაიმახსოვრეთ, გაუზომავე რეიტინგებს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. დაბეჭდებით გეუბნები, თუ მიხეილ სააკაშვილს გაცილებით მეტი ექნება რეიტინგი, შეაწყალებინებენ მიხეილ სააკაშვილს და სალომე ზურაბაშვილს დაწემენ გვერდზე. თუ სალომე ზურაბაშვილს გაცილებით მეტი ექნება რეიტინგი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, არ შეაწყალებინებენ და ათამაშებენ როლს, რა როლშიც უკვე ჩააყენეს და იმ როლშია ადამიანი ჩამდგარი, მართლა გულწრფელი შეცოდების მომენტიც მაქვს ხოლმე ხანდახან, იმ როლში ჩააყენეს ქალ პრეზიდენტის სავარძელს რომ იკავებს დღემდე, რომ პატრიარქის წინააღმდეგ გამოიყენეს სალომე ემიგრაციის წარმომადგენელი. თუმცა მან გააკეთა განცხადება ჟურნალისტებმა კითხეს ამ თემასთან დაკავშირებით და არა, არ მithქვამს იმით. და თქვა და რო არ მithქვამს, როცა იტყვი რაღაცას და არ მithქვამს, იგივე იძახის რა გავიგოთ ახლა ჩვენ აქედან. თქვენ რაღაცას იტყვი და არ მithქვამს, იძახით რა ხდება ამ დროს? არ მithქვამს, გააკეთა მოკლედ ეს განმარტება, იმიტომ რომ თქვენ რო განმარტება, ჟურნალისტების მხრიდან. თქვენ ხო თქვით რომ განმარტება გააკეთა სალომე ზურაბაშვილმა. კი ბატონო, თუ იტყვით რომ განმარტება არ გაუკეთებიაო, თქვენ ეს ნათქვამი გაქვთ? როგორც ჩანს, არ ვიცი, თარგმანში იყო გარკვეული პრობლემა, შესაძლებელია სწორედ ისე ვერ გამოხატა ყოველ შემთხვევაში, მან თქვა რომ ასეთი რამ არ სუსტი თარგმნას რა უნდა. სისუსტეები თქვა. ხო, და მინიშნება რომ გააკეთა, ვითომ თავის ჭკუით რომ ეს შემცვლელი იქნება, შემცვლელზე ილაპარაკა? ადამიანი ცოცხალია და დიდი ხანი უნდა იცოცხლოს. იმისათვის რომ მეტი ჟინი კონდეს სულიერ განვითარებაში ქართულ კაცს, ქართულ მართლმადიდებელ ადამიანს და მორწმუნე ადამიანებისთვის რამხელა სიწმინდეა ეს კაცი, ცოცხალი წმინდანია დადის და მის შემცვლელზე რო ლაპარაკობს, ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე. ამორალურობა საქართველოში რაღაც ესეთი შეიძლება ეს არ არის მართლაც ამორალური, მაგრამ ისიც კი იცვლება ხოლმე ადამიანის თანამდებობაზე როა მის ადგილზე რაღაცა მესიჯებს რო უშვებს სადღაც. ამაზე ხო გაგიგიათ რომ როგორ ადამიანი იქ არის იმ თანამდებობაზე, მე როგორ ვიკადრებდი რომ იმ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წარმატება. ამას თვლიან ქართველები ამორალურობა და პატრიარქი, რომელიც თავის პოზიციაზეა, რომელიც დიდი სიბრძნით გამოირჩევა და სულიერი წინამძღოლი ამ ქვეყნის მის შემცვლელზე რო ლაპარაკო და იმედიაო პროდასავლური იქნება შემცვლელი ამას რო ლაპარაკო. თუმცა ისიც თქვა რომ მის მანდატს, პრეზიდენტობის მანდატს ის ბოლომდე მიიყვანს და არანაირ ეს აშუაშია პრეზიდენტობის პატრიარქს არ მოგჩვენებია ანუ არაფერი, ხო? აქედან გამომდინარე, ის ჩადგა იმ რადიკალი ნაცების, ყველაზე რადიკალი ნაცების რიგებში, რომლებსაც ეუბნებიან რომ ეხა დაესხი თავს პატრიარქს, ესხმიან თავს პატრიარქს. ქალბატონი არის საქართველოს პრეზიდენტი. ანუ ამ შემთხვევაში რა ინტერესი უნდა გქონდეს, რა პოლიტიკური ინტერესი უნდა გქონდეს მას რომ ზუსტად ვიღაცის დავალებას ასრულებს. სხვა ლოგიკა თუ არის ხალხო მითხარით და დაგიჯერებს. პერსპექტივის გარეშე, იმიტომ რომ არსებობს ვერსია რომ შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილი ეგრეთ წოდებული მესამე პოლიტიკური ცენტრის ხო დაავალებენ ასე იქნება. შემკრები ყოფილიყო. სამწუხაროდ მე რაღაცების თქვა მიწევს ახლა მე თეში ხვდები, მაგრამ მაშინ უნდა მოვიტყუო და რაღაცა დიპლომატიური ენა გამოვიყენო რომ არ ვიცი მას უნდა კითხო და რაღაცებს ხო არ დავიწყებ. გულწრფელად თუ ლაპარაკობთ, სხვა ვერსია, ჩემი აზრით, ეს არ მხოლოდ ჩემი აზრია. სხვა ვერსია გარდა იმისა, რომ ეს ხალხი ვიღაცების დავალებებს ასრულებს, არ არსებობს. ნიკა მელია და ნიკა გვარამი ერთად წარმოგედგინათ? ისინიც ვინმეს დავალებას ასრულებენ. რატომ არ წარმოგედგინა ერთი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო და მეორე ყველაზე გულმხურვალი მხარდამჭერი. ნაცებისგან მასწავლი გამიჯნა წარმოგედგინათ? რა თქმა უნდა რთულად ამის პროგნოზირება რთული იყო, მაგრამ ხომ გააკეთა განმარტება რატომაც გაემიჯნა, იმიტომ რომ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კედელაშვილის გააკეთეს. ისინი ჯერათ ეხა რომ ნაცებისგან გამიჯნულები არიან? ეხა თქვენი აზრით უფრო რომელია? მოდი ვიმსჯელო და აი საზოგადო ვინც გვისმენს ეხა იმას მივანდოთ სამსჯელო და საფიქრად. ნაცმოძრაობისგან გამიჯნულია ხაზარაძე. დამაჯერებელია? ნაცმოძრაობისგან გამიჯნულია მელია და გვარამია. დამაჯერებელია? თუ დამაჯერებელია კი ბატონო იყოს. მაგრამ თუ რეკეტში ერთად იყავი, ფულის კეთებაში ერთად იყავი, კორუფციაში ერთად იყავი, ხალხს ერთად აყაჩაღებდი, აღსრულებაში მისი აღსრულების უფროსი იყავი, მისი მთავარი იდეოლოგი იყავი და დღეს ერთმანეთს ემიჯნებით, ასე მე ერთიანდებით გამოემიჯნებით, მიემიჯნებით. აი ამას თუ ასე თქვენს გაგემიჯნათ გახარია, ასე თქვენს გაკრიტიკებთ საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ ჩვენც უნდა გქონდეს მოქალაქეებს პრეტენზიები, რომ მაშინ თქვენშია პრობლემა, ანუ ირჩევთ ისეთ ადამიანებს, ისეთ თანამდებობებს, რომლებიც შემდეგ ან მოღალატეები არიან, ან ომის პარტიის აგენტები. მითხარით? რომელიმე მათგანი, ვინც ვითომ გაემიჯნა ნაცმოძრაობას, ხაზარაძე, გვარამია და ასე შემდეგ.
განხარია რომელიც ემიჯნება და ემიჯნება ეხა ყველაზე რადიკალურად ის ემიჯნება და ვითომ ჩვენ რადიკალურ ფრთას ასე არქმევს თავის შიდა საუბრებში იმაშება რადიკალურ ფრთაზე ნადირობს ქართული ოცნების თვითონ ასე ლაპარაკობენ კულუარებში ეს ადამიანები ჩვენ მესიჯ ბოქსზე გადმოვიდნენ რომელიმე ჩვენ რასაც ლაპარაკობთ იგივეს ლაპარაკობენ ხო არა ხო არ გადმოვსწრებთ ისინი ნაცების მესიჯ ბოქსზე ლაპარაკობენ რუსულიდან დაწყებული გაგრძელებული ფასების კამპანიაში ერთად არიან დღეს ყველანი ანუ ის რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არიან ეს არ ნიშნავს არა მე ხორგებლები ნიშნავს კაცო თქვენ ხომ ხომ მითხარით ერთი პარტიის წარმომადგენლები არიან თქვენ ხომ მითხარით არგუმენტი რომ მასე თქვენს გაგემიჯდნენ ვიღაცები გაგვემიჯდნენ და ლაპარაკობენ ზუსტად იგივე რაღაცას რასაც ლაპარაკობს ნაცმოძრაობა ხო მაგრამ ერთი მიზანი აქვს თქვენი ხელისუფლების დამარცხება ჯო გავიგებიან და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება არცეთ კაცო არა საკუთარი აზრი ის გააჩნია ინფლაცია 10% რო იყო მაშინ ხმარო არ ამოუღედა 1000 ერთხელ ახსენებდა რუსულიო გაკიოდენ ერთ ხმაში სულ ყველა იმიტომ დავალება იყო რუსული უნდა ეყვირათ და ეხლა რო ყველა გაგიჟდა ინფლაციაზე და დამოუკიდებელი ვითომ ჭყალებში დეპუტატებიდან დაწყებული ნაცით და ხაზარაძე და ყველათი გაგრძელებული ეს როგორ ხდება რომ ერთად რო ახსენდება კატეგორიულ პოზიციას რომელიც ახლა აქვს გახარიას რომელიც ამბობს რომ აი წითელი ხაზები გაავლო არც ქართული ოცნება არც ნაციონალური მოძრაობა ლელოს იგივე პოზიცია აქვს არც ქართული ოცნება არც ნაციონალური მოძრაობა არც აპირებენ მათთან თანამშრომლობას თქვენ ფიქრობთ რომ ბარიერს გადალახვის შემდეგ არც ერთი და არც მეორე ახლა რატო თანამშრომლობს მაშინ სად თანამშრომლობენ გახარია თანამშრომლობს ნაცებთან ამის რა მტკიცებულება გაქვს მტკიცებულება რა თქმა უნდა კოალიციაში არის საკრებულოში კაცო ეს გვჭირდება და ვიყენებთ თუ ამბობენ რას იყენებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეო ეგეთი რაღაცა სოფლიოში არ უკადრები არავის არც ერთი კოალიციის არც ერთ წარმომადგენლის სოფლიოში საპარლამენტო დონეზეც კი არ უთქვამს რომ ჩვენ ერთმანეთს გვჭირდება და ვიყენებთო აი ეს უბრალოდ ესენი არიან მიუღებლები ასეთები ისეთები ისინი ამბობენ კოალიციაა შეიძლება მისი აზრი ჩემისგან განსხვავდება, მაგრამ ერთად ვაყალიბებთ თავრობას და ვჯერდებით საერთო რაღაცებზე. ასე ლაპარაკობს მთელი მსოფლიო და კოალიცია. თქვენი მისამართით ამბობს, რომ სწორედ თქვენ იყენებთ ერთმანეთს როგორც პოლიტიკურ პარტნიორებს ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, რითაც მუდმივად ახერხებთ ხელისუფლებაში ყოფნას და ისინი კიდევ მთავარ ოპოზიციურ ძალად გვევლინებიან და სხვა შორის ისიც აქვს ნათქვამი, რომ ნუ ვილაპარაკებთ ეხა ჩვენ აქ. რომ საერთო ბიზნეს ინტერესები გაქვთ. ჯერდი ბიზნეს ინტერესებზე ლაპარაკი არის აბსოლუტური სპეკულაცია. აი 100 ჯერ მithქვამს და 1000 ჯერ ვიტყვი კიდე. ყველა ადამიანი საკუთარ თავზე აგებს და საკუთარ გუნდზე პასუხს. არც ერთი ჩვენი ესეთი განცხადება არ გადის ხოლმე ეთერში, მათ ტელევიზიებში, რაღაც ან გადის, რაღაც სხვანაირად წინა სიტყვაობით და გამოსაყვანი ტექსტები და ასე შემდეგ. აი მე პირადად შემიძლია გითხრათ. 1000 სიუჟეტი ჩემს ხო გინახავთ რაღაცები, ხან ფეხსაცმელებზე მიგეთებდნენ სიუჟეტს 400 ლარიან ფეხსაცმელები რო 6000-იანი იყო, 4000-იანი ხელით ნაკეთი გუჩები ამ დროს იყო, ალდ და აი ასეთ სისულელეებში ხო ჩადიან და ჩემს სიმამრეს დაждდებდნენ იქ რაღაც დილიც ჩემი სიმამრე იყო ღარიბი და მე ვიყავი მდიდარი და მასე მქონდა ქონება, საღამოს მე რო გაუგზავნა ეს 80 ფურცელი თავისი ათეულობით მილიონი ბიუჯეტში ნარიცხი და ერთ ტენდერში ვარ მივიღია კაც მონაწილეობა, შემდეგ აღმოჩნდა მდიდარი სიმამრის ღარიბი სიდევ და ვითომ გამაშაყირის და დარჩა ყოველ გაშაყირება. რაღაც ამ სისულელებს ვაკეთებ. პასუხს ვაგებ სიცოცხლით. ვერასდროს ვერც ერთ თეთრ დაუსაბუთებელს ვერ მიგონია. გამორიცხვა არ არსებობს ასეთ თემით. სიცოცხლით ვაგებ პასუხს, არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხები. სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ვერც ერთ თეთრს ვერ მიპოვნიან ვერასდროს. იცით რატო? მართალი ვარ, ესენი კორუფციაზე მელაპარაკებიან და გახარია განსაკუთრებით. ცოტა მეღიმება წარედაც და ირონიულად. ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ შესაბამისად ეხა ეს გახარიას, ანუ საოცრებაა, ერთი ანალოგია მოვიტანე. ცოლქმარი ერთად რო ცხოვრობდეს. ხელმოწერილი ცოლქმარი რო იყოს, რეესში დარეგისტრირებული, რო ლანძღავდნენ ერთმანეთს. და ამბობდნენ რომ ჩვენი თანაცხოვრება მიუღებელი იყო, ერთ სახში ცხოვრობდნენ, ისეა გახარიას და ნაცების საქმე. სუგდიდის საკრებულოში, რუსთავის საკრებულოში და კიდევ ორ საკრებულოში. ასე არიან. კოალიციაში არიან და არასდროს მათთან კოალიციას არ გავაკეთებდა. ასეთი ხარისხის მოტყუება ქართული საზოგადოებისათვის არის შეურაცხყოფილი. ვეტინგის თემაზე მინდა გადავიდე აუცილებლად, ამაზე კითხოთ, თუმცა მანამდე ხომ პრეზიდენტის თემა ვერ ამოვწორე.
ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონთან დაკავშირებით ხო პრეზიდენტის სტრატეგიის შესახებ მითხარით პრეზიდენტის ვეტო და მისი მოტივირებული შენიშვნები ეს განმარტებები მან საჯაროთაც გააკეთა და თქვა რომ ისათვის რომ მეტი სანდოობა იყოს რომ იყოს ცესკოს შემადგენლობის მიმართ აუცილებელია რომ ფართო კონსენსუსის საფუძველზე მოკლედ შედგეს ცესკოს შემადგენლობა ამას ამას ვენეციის კომისიაც აი ძალიან საინტერესო რატომ არის ეს მმართველი გუნდისთვის მიუღებელი კი ბატონო ჩვენი არგუმენტები ალბათ იცით, მაგრამ თქვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოვუყვები ამ ამბავს. მოკლედ, ჩაეჭიდნენ ერთ პუნქტს, რომლის აღსრულება ჩვენს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თქვით, რომ თუ ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს რეკომენდაციებს, სარეკომენდაციო ხასიათს არის, ხო, ყველაფერი რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, ჩვენ ამის ახსნა გვექნება დასაბუთებული აბსოლუტურად მყარი და უმყარესი არგუმენტებით გაჯერებული. დანარჩენს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, რაც მისაღებია, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რაც გამომდინარეობს ამ შემთხვევაში კონსტიტუციურობაზე ავლაპარაკობ საერთოდ. ზოგადად, კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, ეროვნული პრინციპებიდან გამომდინარეობს, სუვერენიტეტს არ ეხება, ეს ზოგადად. ახლა კონკრეტულად. ესე იგი, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის ან მის მიერ თავისი მოვალეობის სხვა რამის გამო შეუსრულებლობის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალებას მისი მოადგილე. ანუ ჩვენ რომ დაგვიდგეს ის შემთხვევა, როდესაც ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან სხვა რაღაცის გამო ცესკოს თავმჯდომარე ვერ შეასრულებს თავის მოვალებას, ასრულებს მის მოვალეობას ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი პარტიული კანდიდატი. ამასაც ხომ შემოგთავაზებთ თავისი ვარიანტი, რომ მოდი შეასრულოს არაპარტიულმა, პროფესიული ნიშნით არჩეულმა წევრმა. კარგი. ახლა მოადგილე ვიღაც ხო იქნება? ვიღაც ხო იქნება? ვიღაც იქნება. მათ არ ქონიათ ესეთ შეთავაზება რეალურად და არც ვენეციის კომისიიდან ეს არ გამომდინარეობდა ერთი და მეორე. ისინი აწვებოდნენ ბოლომდე, რომ არსებული და ყოფილიყო. ეხლა როცა მიხდნენ არგუმენტებში გაიჭედნენ, ეს სალაპარაკოდ შემოვარდეს. არც ერთი შემოთავაზება, რაც თქვენ თქვით, მსგავსი არ ყოფილა. ეს ერთი. და მეორე. აღმოჩნდა, რომ მათ უკვე მთელი სპექტაკლი, მთელი დრამატურგია ამის გაწერილი ჰქონდათ. მათ ჰქონდათ მოქმედ ეხლა ვინც არის თავმჯდომარეზე დაწერილი პიარული გეგმა, როგორ უნდა დაებულინგებინათ შემდეგ ამ საზოგადოებრივ ჭყალებში ზეწოლის შედეგად უნდა გადამდგარიყო და ხაზარაძეს უნდა ჩაეტარებინა თავის პოლიტსაბჭოს წევრის სიორიძით არჩევნები. ეხლა რაში გამოიხატა ეს, როგორც კი კანონი მივიღეთ, მათ უკვე დააჩქარეს ხაზარაძისვე ტელევიზიიდან გამოაგდეს ფეიკი, რადგან უკვე აზრი აღარ ქონდა, უკვე წავიდა ზეწოლა და ბულინგი ცესკოს თავმჯდომარეზე, მოქმედ თავმჯდომარეზე და თქვენს რომ ის არის დაუსაბუთებელი ქონების პატრონი და ასე შემდეგ და აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს რაღაცა ქონდა მემკვიდრეობით მიღებული დედამის, შემდეგ ბავშვებზე გააფორმეს, ბავშვების სახელი დაარქვეს, მე რაღაც ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა, არ ვიცი, საბანკო და ბანკის იპოთეკით დატვირთვა თუ რაღაცა მოუნდა და ისევ გადაიფორმეს სრულწლოვანი ადამიანების სახელზე, ოღონდ ეს ყველაფერი მოდიდა მემკვიდრეობიდან და არ მოერიდნენ ემა. აი ამორალურობის ხარისხს ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. ეს ხო ფაქტია, რომ დეტალურად გასცა კალენდარში უნდა ხო პასუხი. დეტალურად, პუნქტობრივად რომ ეს ამიტომ ტყუილია, ამიტომ რომელიმე დეტალში ხო არ გინახავთ იქ ისეთ რაღაცა, რომელიც არ იყო 100%-იანი პასუხი რაღაცაზე, ხო? მარტივი იყო ყველაფერი, მარტივად გაშიფრადი, ყველა თეთრი, ყველა ქონება რაც ქონდა ოჯახს დაასაბუთა, ხო? და მამამისის, გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს ერთი ფრაზისთვის გარდაცვალების თარიღის მითითებით, რომ ეთქვათ, რომ შევარდნაძის კორუმპირებული არც ჩინოვნიკი ყოფილა და არც იმ დროს ყოფილა ნამუშევარი და გარდაცვალების თარიღიც კი სხვა ყოფილა. აი წარმოიდგინეთ, იკადრეს უკადრებელი. გარდაცვლილი მამის გარდაცვალების თარიღიც კი ამ ერთი ნეგატიური ფრაზისთვის. აი ამ ერთი დეტალისთვის პარტნიორები ვენეციის კომისიაც გვეუბნება, რომ უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა ოპოზიციისაც, ხო? მათ შორის აი ამ ცვლილებებში. და აღმოჩნდა, რომ აგერ შემოტევა აქედან გამზადებული საკითხი რომ ხაზარაძეს ემართა საარჩევნო პროცესი და ისინი როგორ მართავენ მაგალითად ისფედის მაგალითად შეგვიძლია ადვილად გავიხსენოთ რომ არჩევნები როცა ყალდება პარალელური ხმის დათვლის მონაცემები მათი მეგობრების მიერ და ბოლოს მივედით სად სალომე ზურაბიშვილმა დაადო ვეტო. ანუ სალომე ზურაბიშვილის თანამზახველი დღეს სხვანაირად ვეტოს საფუძველი მან წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას არ აქცევს არავინ ყურადღებას.
საფუძველი წარმოადგენს, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიას. სალომე ზურაბიშვილს უნდა აწუხებდეს თეორიულად ორი რაღაც, ან ვენეციის კომისიის დასკვნას არ შეესაბამება და ვადებ ვეტოს, ან მე ნაცების მხარეს ვარ და ამიტომ ვადებ ვეტოს. ვენეციის კომისიის დასკვნას მისი მოტივირებული ბრჭყალების შენიშვნა არ შეესაბამება. ანუ დარჩა ერთი ვერსია, რომ ის მან ხარი დაუჭირა ნაცების ვერსიას. დამთავრდა. მარტივი არაფერი მათ საკამათო. კიდევ ერთი საკითხი ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიცია ამ შემთხვევაში ცნობილია. თქვენ ამბობთ, რომ საერთაშორისო ექსპერტების მიერ არ უნდა იყოს გადამოწმებული ქართული მოსამართლეების სანდობის ხარის არაფერი არათუ სანდობის ხარი ეს ამ ტერმინით სპეკულირებენ ემა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა სანდობის ხარისხი კი არა უცხოელების მიერ საქართველოში ხელისუფლების არც ერთ სტოსთან დაკავშირებით არც ერთი სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ არასდროს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ უნდა იყოს. ხო, მაგრამ ჩვენ ხომ ყავდა 2014 წელს საქართველოს პროკურატურას ყავდა მოწვეული უცხოელი კონსულტანტები პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებთან მიმართებაში. ანუ რა პრობლემაა, რომ მაგალითად ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, ხო, იმიტომ რომ მე ხომ ბევრი შეკითხვა არსებობს, იგივე მართლმსაჯულების სისტემა, კი ბატონო, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ხომ ბევრი შეკითხვა არსებობს, იგივე ჩვენ საუბრობდით მურზიდე ჩინჩალაძე კი, სახელების და გვარების დონეზე მათ როცა მათ აწყობდათ რომ სხვანაირად ყოფილიყო გვარები არ ახსოვდათ. იმ გვარებსაც თვითონ აშავებენ რაც შეუძლიათ თავის დროს ნამუშევარ გვარებს თვითონ აშავებენ რაც შეუძლიათ 2013-14 წლამდე ეს თემა მიწეულიყო გვერდზე. მერე ოდიოზურობის ხარისხის მინიჭება მოინდომეს კონკრეტული ამოვარჩიეს ორი ადამიანი და რაც შეიძლებოდა აშავეს და აშავეს. საზოგადოების რაღაც ნაწილში ნეგატიური განწყობა შექმნეს ოღონდ თავის ამორჩევლებში და ბოლოს თქვენს რომ აი ეს გვარებია მიუღებელი. ოღონდ კონკრეტული кейსი ვერ დადეს. ჩვენ ახლა რას ვებრძოლოთ? მათ მიერ გაშავებულ რაღაცა ნაწილობრივ თორე ვიღაცა მიხვდა ვინ იყო გასაშავებელი, ვინ არა დავანებოთ ამას თავი და მათ მიერ გაშავების მცდელობის ობიექტად წარმოჩენილი ადამიანების გვარებს მივაქციოთ ყურადღება თუ მივაქციოთ როგორ მუშაობს სასამართლო. ქართულ სასამართლოს აქვს საშუალო ევროპულზე მაღალი ნდობა. ჩვენ როგორ თქვენ ახლა პიროვნულად მომწონ ხარ თუ არა, ამით ვიბრძოლოთ თუ როგორი ჟურნალისტი ხარ. მე ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს, მე ვაქაურობის ხელმძღვანელი ვიყო. თქვენ შეიძლება იბრძოლოთ ჩემს მიერ, ასე ვთქვათ, ჩატარე გაკეთებული საქმეების მიხედვით, ხო, რამდენად ვარ ობიექტური, ხო. დიდი მადლობა მაგით. არიან მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ. ძალიან კარგი პასუხი გამეცით. დიდი მადლობა მაგით ვჯელობთ. მე ხარ ამ წუთში თქვენთან დაკავშირებით, მე რო თქვენი ხელმძღვანელი ვიყო, წინა ხელისუფლების დროს ჟურნალისტად მუშაობდით თუ არა და შევარდებოდით თუ არა დაუშვათ სადღაც და თავს ეცხმოდით თუ არა ასე ვქო ნაცმოძრაობის ლიდერებს შეიძლება აღარც მოვიკითხო თუ დღეს თქვენ პირნათლად ობიექტურად ასრულებთ თქვენს მოვალეობას მე შეიძლება რაღაცებზე იქით თვალის დავხუჭო ან არ დავხუჭო დღეს თუ პირნათელი ხართ და ობიექტური ხართ და პროფესიონალი ხართ ვანებებ თავს იმიტომ რომ არ ჩამოშალო აქაურობა თუ თქვენი ხელმძღვანელი ვარ და ამ დროს როდესაც ამ სასამართლო სისტემა თვითგამორკვევის რეჟიმში შეძლო რომ საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გასულიყო თავისი რეიტინგებით მსოფლიო რეიტინგებში არ ჩავრევ არავის და ისედაც არ ჩავრევ არც ერთი შტოს მართვაში აბსოლუტურად თქვენვე გაიცით წეღა პასუხი წინადება რომ დაამთავრეთ თქვენვე გაიცით პასუხი რომ თუ კი ვინმე კონსულტაციაზე დაგვთანხმდება ჩვენ ეს იქნება ასევე ქართველი ხელისუფლების გადაწყვეტილება რომელიც ხალხს წარმოადგენს და კონსულტაციაზე მოვიწვევთ უამრავზე მათ შორის საკონსულტაციო მიმართავთ ხოლმე სხვა დოკუმენტები და ასე შემდეგ მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე არც ერთ ვარიანტში არ ჩავრევთ არც ერთ უცხოელს და აქ რო რაღაცებს იმ უცხოელების ნამოქმედარზე ჩვენ ვნახეთ ალბანეთი ჩვენ ქვეყანაზე ათეულობით პუნქტით უკან არის ეს შედეგია ხო და რატომ მივბაძო ქვეყანას რომელიც ამ საკითხში უკან წავიდა და წინათ მივბაძო იმას მაიძულებ რომ დამარწმუნო რომ მივბაძო იმას ვინც უკან არის და ამ დროს საქართველოს სხვა მოცემულობა ფასებიც გვაინტერესებს შვიდობაც გვაინტერესებს ეკონომიკური იმათ როგორ აინტერესებს ფასები ამას გეტყვით ერთ რაღაცას კი ბატონო და დავამთავროთ კი ბატონო დავამთავროთ ახლა მოდით მოიკითხეთ მარტო სოციალურ ქსელებში რამდენი დახარჯეს ნაცებმა
რომ საზოგადოებას უთხრა, რომ უკიდურესი სიღარიბეა და გაჭირვება და მათზე ზრუნავენ. იმისათვის, რომ თქვენზე ვზრუნავთო, ამაში დაარწმუნო საზოგადოებას $75,000 როგორც ჩემთვის ცნობილია, მარტო Facebook-ში აქვს დახარჯული და სოციალურ ქსელებში. და ასეულობით ათასი აქვს დახარჯული, ესე იგი დოლარებში, იმაში ცალკე პიარშიკების კონსტატაციები, ცალკე მარკეტინგული გეგმები, 100,000 წინასაარჩევნო მარათონია, ისინი როგორც თქვენ ხარჯავენ პიარში. ნამბავი არ დაწყებულა ჯერ ოფიციალურად. $100,000 დახარჯეს იმაში, რომ დაარწმუნონ ადამიანი, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. ეს $100,000 წავიდნენ სხვა კარგ საქმეში დახარჯონ, манипуляციებს თავი დაანებონ. ისიც ვიცით, რომ ის 15% ძალიან გაჭირვებულია და მათზე ვზრუნავთ. ბავშვებზე რო ზრუნავენ, ვითომ 200 ლარი წარმოედგინათ მათ, რომ თითოეულ სოციალურ დაუცველ ბავშვზე იქნებოდა შემწეობა, რომ ელემენტარული საკვები მაინც ქონოდა ყველას. დღეს რა სოციალური პაკეტებიც არის, დაზღვევის რა პაკეტებიც არის, ჯანდაცვის რა პაკეტებიც არის, რა დახმარებაც აქვს ბავშვებს, დიდებს, სოციალური დახმარება რაც არის და სოციალური დახმარების შემწეობის მიღებების რაოდენობა, უკიდურესი ღარიბების ყოფების რაოდენობას რო გაცილებით გაცდა და ასე არის დარჩენილი. ამას წარმოიდგენდნენ, კბილებს რო აძრობდნენ ხალხს და ტოვებდნენ უკბილოც, ამას ხო ვერ წარმოიდგენდნენ და ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს, რომ 7%-იანი საშუალო ინფლაცია არ ქონოდათ ეკონომიკური ბუმების და რაღაცების ფონზე, მხოლოდ ერთი კრიზისი იყო, მაგდროსაც ჩვენ ორი კრიზისის, ორი ომის გარშემო და პანდემიის ფონზეც მოახერხეთ რაღაც ნიშნულზე გაჩერება, ის ნიშნულიც მაღალია გასაგები და ყველა ჩვენგანი ჩიბეს ურწყავს. ეს შვიდობის შენარჩუნებასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად, სამართლიან განაწილებასთან ერთად საზოგადოებაში, რაზეც ვიღაცები მოღალატეები სპეკულირებენ, არის ძალიან ნორმალური, ძალიან თვითკრიტიკული რო იყო შედეგი. და ეს ყველაფერი ერთად არის ძნელი მისაღწევი და საქართველოს არასდროს დაიხეს უკან იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ეროვნული მიზანი აღასრულოს, ამაში შედის დეოკუპაცია, ამაში შედის ევროპა და ევროპელობა, ევროპულ გზაზე სწორი სიარული და ამაში შედის ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობა. ამ ყველაფრის ერთად კეთება არის რთული, დიდ გამოწვევებს უძლებთ, მაგრამ ასე გავაგრძელებთ. მადლობა მინდა გითხრათ, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და იმედი მაქვს, რომ კიდევ ხშირად გვესტუმრებით სტუდიაში სტუმრად თქვენც და თქვენი კოლეგებიც და ვიდრე დაგემშვიდობებით. პროგნოზები კი ამბობენ ნუმადური საქმეა, მაგრამ რაღაცა ძალიან ისე ომახიანად და მხნედ არის ქართული ოცნება იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური ცენტრები იქმნება ოპოზიციაში. მაინც როგორია თქვენი გათვლები და თუ რაიმე კონკრეტულს ეფუძნება, ესეც გითხარით, რამდენ პროცენტს აიღებთ 2024 წლის არჩევნებში? ნაცმოძრაობის გარდა სამწუხაროდ, ნაცმოძრაობა რომ არის მეორე ადგილოსანი დღეს ეს დაუვარდა რეიტინგი ძალიან, მაგრამ სამწუხაროა. ნაცმოძრაობის გარდა არც ერთი ბარიერის გადამლახველი არ არის. დღეს მსგავსი პროგნოზი შეუძლებელია გააკეთოს. ობიექტურად ხო უყურებენ თვითონაც. ეს თვითონ ხო იციან. და ეს არის საუკეთესო ვარიანტი დღევანდელი პარტიული კონფიგურაცია. ორი პარტია მოხდებით მომავალ პარლამენტში. თქვენ და ნაციონალური მოძრაობა. დღევანდელი კონფიგურაცია საუკეთესო კონფიგურაცია ქართული ოცნებისათვის, რომ მან მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. იმიტომ რომ გადანაწილება დღევანდელ რეიტინგებს და დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს. ეხლა რა უნდა ქნან ამ რამდენიმე თვეში ისეთი, როგორ უნდა მოატყუონ ქართული საზოგადოება, რომ სხვანაირად დაждდეს. არ ვიცი, ნახოთ, შევხედოთ, ყველაფერი წინ არის, უმართლეს უმადური საქმეა, ზედმეტად თავდაჯერებული პროგნოზების კეთება, მაგრამ დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველა რეიტინგის მიხედვით ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ხო რა იქნება, ნახოთ, ჩვენ ამ იმედით და შესაბამისი ენთუზიაზმით წავალ წინ და კიდევ უფრო მეტი აი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ეროვნული საქმის გაკეთების საშუალება. მადლობა, მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო დღევანდელი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა